პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არა გულწრფელი ამის შესახებ კი ჟურნალისტებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარმომადგენლობით სახალხო კრების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, დღეს მთავარია პოლიტიკური პარტიები კონცენტრირებული იყვნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ეს ეხება ზეწოლას, მცირე, საშუალო და სხვა დონის ბიზნესებზე, ასევე უმუშევრობის ფაქტორს, განაცხადა ალასანიამ. გუშინდელი აქცია, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ იქნებოდა უპერსპექტიო. ჩვენ თვლით, რომ ხალხს აქვს უფლება ბუნებრივია თავისი პროტესტი გამოხატოს, შეიკრიბოს და მე დიდ პატივს ვცემ იმ საზოგადოებას, ვინც გამოხატა ესეთი პროტესტი გუშინ, მაგრამ ბუნებრივია ამას პოლიტიკური შედეგის მომტანი ეს პროცესი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ერთადერთი სწორი გზა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოტანის, ეს არის გზა საარჩევნო გარემოს შეცვლის და არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ვინც უმტკიცებს და ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა, ის უბრალოდ არაგულწრფელია საკუთარ საზოგადოებას.